მადლობა ბატონ ლევან დატვირთული დღის მიუხედავად რომ გავონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მაშასე მსოფლიო მედიის ფოკუსი ახლა შტატებისკენ არის მიპყრობილი ტრამპი დაბრუნდა. ბუნებრივია მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკიდან გამომდინარე ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მსოფლიო. რა მოლოდინი აქვს მაგალითად ქართულ ოცნებას. ბუნებრივია ეს იქონიებს საქართველოს შიდა პროცესებზე გავლენას. მოგესალმებით ნატა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღეს ერეკლე მეფის დაბადების დღეა. მთელ საქართველოს ულოცავ, პირველ რიგში კახელებს ულოცავ, რა თქმა უნდა და მინდა ვისურვო, რომ ესეთი გმირები მეტი და მეტი ყავდეს ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ბატონ დონალდ ტრამპს, რა თქმა უნდა, ამ ეთერითაც მინდა ვისარგებლო და მიულოცო მას. ეს წარმატება ამხელა ბრძოლის მიუხედავად იგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ახლა როგორი რთული გზა განვლომან, თქვენც ჩამოთვალეთ და იქ სისხლის სამართლის თემები იყო, სასამართლოს თემები იყო, იქ ტერაქტი იყო პირდაპირ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და დღემდე არ არის რაღაცა კითხვებზე პასუხები გაცემული, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მან შეძლო და გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, სენატშიც უმრავლესობით მოვიდა, სრული ძალაუფლება აქვს მის პარტიას ხა ამერიკაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთლიანად ისინი შექმნიან და დააფორმირებენ ამერიკულ დღის წესრიგს, რომელიც რა თქმა უნდა გავლენას პოვებს გლობალურ პოლიტიკაზე და გლობალურ დღის წესრიგზე. ჩვენ გაცხადებული ქონდა არაერთ გზის რომ არ ქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა რომელი ადმინისტრაცია გაიმარჯვებდა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მზად ვიყავით რა თქმა უნდა რომ გვეთანამშრომლა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, თუმცა ეხა ბატონი დონალდ ტრამპის შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო მარტივად შეიძლება ესე ვთქვათ გამოვიდეს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ღირებულებები სრულ თანხვედრაში არის. ამ შემთხვევაში ამერიკელმა ხალხმა ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ, ისევე ამერიკელების უმრავლესობამ ხმა მიცეს მშვიდობას, ხმა მიცეს ტრადიციულ ღირებულებებს, ხმა მიცეს სარწმუნოებას, კულტურას, იდენტობას და ასე შემდეგ. და შესაბამისად ის ღირებულებები, რაზეც ბატონი დონალდ ტრამპი საუბრობს, სრულ თანხვედრაში არის ქართული ოცნების ღირებულებებთან და ამ ნაწილში რა თქმა უნდა უფრო მოხარულები ვართ. ახლა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან რა თქმა უნდა გადაიტვირთებოდა. ბატონი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება რა თქმა უნდა ამას უფრო დააჩქარებს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ კარგად გვახსოვს მთლიანად მისი საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი აგებული იყო რამდენიმე თემაზე, სადაც გამოვყოფდი უკრაინაში ომის დასრულებას და ჩვენ არაერთ გზის გაგვიცხადებია რომ ეს ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნება თუ ევროკავშირთან დამოკიდებული არის თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ურთიერთობების ძველნიშნულზე დაბრუნებისათვის და დონალდ ტრამპის პირობებში მას ასეთი პირობა აქვს მიცემული და მე დარწმუნებული ვარ რომ ამას შეასრულებს. მომდევნო წლის პირველივე თვეებში დაასრულებს იგი ომს უკრაინაში და შესაბამისად ჩვენი ურთიერთობებიც რა თქმა უნდა დაუბრუნდება ძველნიშნულს. კი ბატონო, აქვე მინდა გკითხოთ მაგალითად ოპოზიციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე ტრამპის მიმართ. გვახსოვს მათი გამონათქვამები, ძირითადად რუსი ოლიგარქი დომინირებდა, როცა ტრამპს მოიხსენიებდნენ. როგორ ფიქრობთ, შტატებიდან გზავნილების შეცვლის მათ ქმედებებს, რომელიც დესტრუქციაზეა სრულად აგებული შიდა პოლიტიკას გულისხმობ ამ შემთხვევაში? აი ძალიან საინტერესოა ახლა ეს რადიკალური ოპოზიცია მაგალითად თავის ამომრჩეველს როგორ აუხსნის თავიანთ ამ რიტორიკას, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ბატონი ტრამპის მისამართით, როგორი თავდასხმები იყო და ახლა მე არ მინდა გავიხსენო, როგორი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური რადიკალური კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერშიპი, ხო? მიხეილ სააკაშვილი დაწყებული და იქ სალომე ზურაბიშვილი დამთავრებული და იქ ბატონი გვარამია, ნუ ისეთ სიტყვებით მოიხსენიებდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც არ მოიხსენიებდა პირდაპირ ეთერში ისე ეგეთი სიტყვებით, ხო? ნუ მე არ ვიცი, როგორ აპირებენ ისინი ამჟამინდელ უკვე არჩეულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაგრძელებას, ან ექნება თუ არა ამისი სურვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და ეს რა თქმა უნდა აუხსნან თავიანთ ამომრჩეველს და ძალიან ესეთი კომედიური მომენტი იყო, როდესაც ბატონმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა არჩევნების დღეს, როდესაც ბატონი ტრამპი აირჩიეს, რომ მან დააგვიანა აქციაზე მიერთება, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ხაზზე იყო ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პირადად ესაუბრებოდა და ულოცავდა, ხო? მათ მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავიანთი ამომრჩევლების წინაშე. ნახეთ ბატონ ლევან, მოდით ოპოზიციაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო მაგალითად ვიცით გააუქმა თეთრი წყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება. ასევე ვიცით, რომ დასრულდა აუდიტის მესამე ფაზა და ელექტორატს აგულიანებენ რაღაც ეფემერული დღისთვის, ამას ვხედავთ ჩვენ. როგორ განვითარდება, როგორ ფიქრობთ პროცესები? და ისეთ
აქვე მაინტერესებს, ელოდებით რომ სხდომათა დარბაზში შემოვლენ. მოდი დავიწყოთ აუდიტის თემით, ხო? მესამე ფაზა დასრულდა დღეს, ეს არის დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია, ძალიან ავტორიტეტული, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა უკვე პირველი ორი ფაზი დადასტურებული ჰქონდათ მას, რომ ის ბაზები, რომელიც საარჩევნო ბაზები, რომელიც CESCO-ს ჰქონდა ატვირთული, თანხმედრაში იყო იმ ბაზებთან, რომელიც ჩატვირთული იყო ამ ელექტრონულ აპარატებში, ხოლო მესამე ფაზით უკვე დადასტურდა, რომ დუბლირება არის გამორიცხული და ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მიცემდა ხმას. ეს პირველი თემა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 300,000-მდე ხმა გააყალბა ქართულმა ოცნებამ და თითქოს 100,000 ადამიანი დავტოვეთ პირადობის გარეშე. ხო, ამაზე სხვა შორის კაი გამოხმაურება ქონდა სახალხო დამცველს, რომ თუ 100,000 ადამიანი იყო პირადობის გარეშეო, ერთი მომშივანი მაინც რატო არ მოვიდაო და დღემდე რატო არ ჩანსო, ხო? ეს აბსურდი არის, ამ აბსურდში ისინი ამყოფებდნენ თავიანთ ამ მომრჩეველს, ატყუებდნენ 3-4 თვის განმავლობაში, რომ თითქოს ქართული ოცნების რეიტინგი იყო 20, 25, 30% და შესაბამისად, როდესაც დადგა ის რეალობა, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ მოველოდით, ყველანაირ კვლევაზე დაფუძნებით და ხალხის განწყობაზე დაფუძნებით, მათ მოუწიათ უფრო მძიმე ტყუილში შეყვანა თავისი ამომრჩევლის. ხო არ ეტყობდნენ, რომ ეხლა 3-4 თვე გატყუებდით, ხო? ეხლა დაიყვანეს უფრო მძიმე იმაში მოცემულობაში, რომ ესეთი მასიური გაყალბება მოხდაო, 300,000 ხმა გააყალბესო და იქ 100,000 ადამიანი დატოვეს პირადობის გარეშეო. ხო, რა თქმა უნდა, აბსურდზე საუბრობენ და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენს, ვერც სასამართლოში ვერ წარმოადგენს და რამდენიმე მაგალითი შემილია მოგიყვანოთ, მაგალითად გიორგი ვაშაძემ რო გამოაქვეყნა რაღაცა კადრი, სადაც ჩანს რომ ერთი და იგივე ადამიანი აცურებს ბიულეტინს სამჯერ. თურმე აღმოჩნდა რომ ის ადამიანი გადასატან ყუთზე მიმაგრებული კომისიის წევრი ყოფილა და შესაბამისად რა თქმა უნდა რამდენი ბიულეტინიც ამოვიდა იმ ყუთიდან, პროცედურებით ესე არის დადგენილი რომ მას უნდა შეეცურებინა. მაგალითად ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაუშვა თითქოს და სენსაციური კადრები, რომ აი პასპორტიდანო ადამიანის უცხოეთის პასპორტიდან რეგისტრატორიო იწერდაო იმასო პირად მონაცემებსო. რა თქმა უნდა ეხლა ქალბატონ ზურაბიშვილს რომ ცოდნო და ამ არჩევნების ორჯერ ორი ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ აპარატში პირადი მოწმობა ტარდებოდა პირდაპირ, ხოლო თუ ამორჩეველი იყო მისული უცხოეთის პასპორტით, მაგ შემთხვევაში უკვე რეგისტრატორს ხელით უნდა აეკრიფა მისი პირადი ნომერი და ნუ ეს და ქალბატონი ზურაბიშვილი იმასაც ძალიან ისე ასე ვთქვათ თამამად აცხადებდა, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების ჩარევით ხდებოდა ამარჩევნების წარმოებაო, ერთი ადამიანი 17 ჯერ აძლევდაო ხმასო სხვადასხვა უბნებზეო, რატომ 16 ჯერ არა, ან რატომ 18 ჯერ არა და როდესაც მას მოუწოდეს და დანარჩენ ოპოზიციონერებსაც, აი ძალიან ბოდიშპარე ამას დავასრულებ, რატომ როდესაც მას მოუწოდეს და არა მარტო მას, დანარჩენ ოპოზიციონერებსაც, მაგალითად ბატონმა მილერმა მოუწოდა, მაგალითად ბატონმა ბორელიმ მოუწოდა, რომ კი ბატონო, თუ თქვენ ხელთ არსებული მტკიცებულებები არის მყარი, მოდით თანამშრომლეთ საგამოძიებო უწყებებთანო და რატომღაც ისინი უარს ამბობენ თანამშრომლობას, ეს მარტივი არის. უბრალოდ ესე ტელევიზიით ლაპარაკი მათთვის მარტივია, ვინაიდან ამას პასუხისგებლობა არ მოსდევს, ხოლო პროკურატურასთან ეხლა სრულჩვენება რომ იცენ, ამას უკვე რაღაცა პასუხისგებლობა მოსდევს. და ეხლა თქვენ მეორე კითხვაზე თეთრი წყაროს მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, ვინაიდან ამ მოსამართლემ იხელმძღვანელა არასამართლებრივი პრინციპებით, არამედ თავისი პოლიტიკური გემოვნებით. მოდით არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას, უბრალოდ ეხა მე რასაც ვაცხადებ, რა თქმა უნდა ეს ლოგიკაზე არის დაფუძნებული, ხო? ამ მოსამართლის მეუღლე აღმოჩნდა ძალიან აქტიური აქტივისტი პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის, იქ მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს სოციალური ქსელით და მარწყვის ტორც გამოგიცხობ ამის გამო. შემდეგ ეს მოსამართლე ვიხილეთ ოპოზიციურ ტელეარხებზე, სადაც პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი და არ გამოგჩეს, ჩვენ მაყურებელს მოუწოდებ, ბატონმა ალეკო ელისაშვილმა 1 საათით ადრე ინტერვიუში განაცხადა ამ განაჩენის შესახებ. მან კი არ ივარაუდა, რომ თეთრი წყაროს მოსამართლე ამ განაჩენს გამოიტანდა. მან პირდაპირ თქვა, რომ აი დიდი მადლობა თეთრი წყაროს მოსამართლეს, რომ ესეთი განაჩენი გამოიტანაო. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა საფუძვლიან ეჭვბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი იყო მოლაპარაკებული ოპოზიციასთან და ბატონი ელისაშვილი უბრალოდ აცდა დროსა და სივრცეში და ესე რომ ვთქვათ ჟარგონულ ენაზე გაყიდა თამაში ოპოზიციისთვის. ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, მაგრამ ნუ რას ვიზოთ. ბატონ ლევან, თქვენც ახლა ჩამოთვალეთ კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული არგუმენტები, მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, აი მაგალითად ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვენ, მაგალითად უნგრეთში დაგეგმილ ევროპულ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები საკუთარ შეშფოთებას დარღვევებისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ კიდევ ერთხელ
ერთხელ აფიქსირებენ. რატომ არ იღებენ იმ შედეგებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ აჩვენა ამ ისტორიულ არჩევნებზე? და გასაგებია, რომ თქვენ უპირისპირებთ ამ არგუმენტებს, მაგრამ რატომ არ ხდება ამის ყველაფრის აღიარება? მოკლედ რომ მიპასუხოთ. აქ ძალიან საინტერესო ფაქტს ვაწყდებით, ჩვენი მოქალაქეები ამას აკვირდებიან, რატომღაც გარე აქტორები არ აქვს მნიშვნელობა როგორი რანგის პოლიტიკურ ფიგურებზე ვსაუბრობთ, ამ არჩევნებსაც უკავშირებენ იმ ორ კანონს, რომელიც ძალიან არ მოწონთ. ეს არის ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი და ეს არის ქართული გამჭვირვალობის კანონი. და რა შუაში არის და რა ბომაში არის არჩევნები ამ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენ დღემდე ვერ გავარკვიეთ და ლოგიკა ვერაფერს ვერ გვიკანახებს, ხო? მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ დღემდე ერთ-ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და მაშინ მოდი იქნება აგვიხსნან და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა სამჯერ მოუწოდა პირდაპირ ეთერში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომ საჯარო დისკუსია გაემართა და წარმოედგინათ არგუმენტები, რატომ არის ეს კანონი ცუდი. ანუ რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე უცხოეთიდან შემოსული ფული, ხო? ეხლა ანტი-LGBT პროპაგანდა კანონს რაც შეეხება, ხო ვერავინ ჩვენ მაგაში ვერ დაგვაჯერებს, მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, როგორი რანგის პოლიტიკური ფიგურა იქნება ეს, რომ თურმე არაევროპული არის ის, რომ ჩვენ ავგზავნოთ პროპაგანდა აგიტაცია სკოლებში და ბაღებში იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ბავშვები არ იბადებიან კონკრეტული სქესი და როდესაც გაიზრდებიან, შემდეგ უნდა არჩიონ ეს სქესი. საინტერესოა, რას ურჩევენ ისინი ბატონ დონალდ ტრამპს, ხო? ჩვენ ბატონი დონალდ ტრამპის დაპირებაც გვახსოვს და დარწმუნებული ვარ ამას იგი შეასრულებს, იგი დაპირდა თავის მოსახლეობას, რომ როგორც კი გახდებოდა პრეზიდენტი, აკრძალავდა არასრულწლოვანებში სქესის გადაკეთების ოპერაციებს და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ დაიწყებდა აქტიურ ბრძოლას, ხო? ძალიან საინტერესო არის, ვთქვათ, მათი რჩევა როგორ იქნება ბატონ დონალდ ტრამპთან მიმართებაში. ხოლო გამოძიებას რაც შეეხება, ეხლა ცესკო რა თქმა უნდა ცესკომ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს არჩევნები, ამაზე მეტყველებს ეუთო ოდირის დასკვნა, ამაზე მეტყველებს ქალბატონი ელჩის ინტერვიუ, ამერიკის ელჩზე მაქვს საუბარი, სამი კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში, სადაც იგი ძალიან მაღალ დონეზე აფასებს ცესკოს პროფესიონალიზმს და იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო არის ესეთი გამჭვირვალე და ესეთი მაღალი სტანდარტები ჩაატარა არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ არავის კითხვის ნიშანი არ დაუტოვოს, პირდაპირ მოუწოდა პროკურატურას, რომ დაეწყო გამოძიება ყველა შესაძლო დარღვევაზე და ეს გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურას დაბარებული ყავს მოწმეები და შესაბამისად ეს პროცესი რა თქმა უნდა დაძრული. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.